ცხადება კეთდება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაში. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ისრაელთან მეგობრობის ჯგუფთან დაახლოებით ერთი თვის წინ განახორციელა ვიზიტი ისრაელში და არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს მხარესთან, მზად ვართ ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ასევე ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაში. შეხვედრაზე აგრეთვე ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ისრაელსა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონს სტაბილურობასა და მშვიდობას ვუსურვებთ. მადლობას ვუხდით ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის, ასევე თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების მზადყოფნისთვის. დიდი მადლობა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ეს არის არაჩვეულებრივი წარმატებული შეხვედრა დავასრულეთ, სადაც ვისაუბრეთ ჩემს კოლეგასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად. განვიხილეთ ის კარგი ურთიერთობები, რაც არის საქართველოსა და ისრაელს შორის და ის მიმართულებები, თუ როგორ შეიძლება გავაღრმავოთ კიდევ უფრო შემდგომ ეს ურთიერთობები პარლამენტების ძალისხმევით, ჩვენ ისტორიული კავშირები და კონტაქტები გვაკავშირებს, როგორც აღნიშნა ბატონმა თავმჯდომარემ 2600 წელია უკვე თარიღი უკვე ამ თანამშრომლობის. ძალიან ცოტა ხნის წინ იყო, ერთი თვის წინ არც კი შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის ჩვენი ქვეყნებს და დღეს ჩვენ პარლამენტების თავმჯდომარეები აქ თბილისში ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქვეყნების მომავლებისათვის და მოქალაქეების კეთილდღეობისათვის და მეგობრობის ჯგუფები, მინდა აღვნიშნოთ ჩემი ძვირფასი კოლეგების ბატონი გივი მიქანაძის პარლამენტარისტი და ბიტანის ის არის პარლამენტის წევრის ხელმძღვანელობით არაჩვეულებრივად მუშაობენ წარმატებულად და აღრმავებენ კონტაქტებს მოქალაქეებს და პარლამენტებს შორის. ეს ურთიერთობა, ეს კომიტეტები, მეგობრობის ჯგუფები, ეს კონტაქტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ინსტრუმენტები, რაც ამყარებს ურთიერთობას ქვეყნებს შორის, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის და სხვა სიმაღლეებზე აყავს, უფრო მაღალ სიმაღლეებზე აყავს ჩვენი კონტაქტები. ჩვენ ავღნიშნეთ ის აუცილებლობა, რაც არის, რომ ჩვენ გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, რომელიც ცდილობს დესტაბილიზაციას უსაფრთხოების ორივე ქვეყნის. ჩვენი კარგი არაჩვეულებრივი კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გადაარჩენს ბევრს სიცოცხლეს და უნდა ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნები ამ მხრივ დგავართ ძლავრად, ერთად თანამშრომლობთ. აგრეთვე ხაზი გავუსვი ისრაელის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მისი სრული მხარდაჭერა მუდმივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და პირველად მინდა აღვნიშნო ბატონ თავმჯდომარე, უნდა ვაღიარო, რომ ეს არის პირველად, რაც მე ჩამოვედი საქართველოში და მე უნდა აღვნიშნო, უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ, ეს მშვენება ამ ქვეყნის საქართველოსი, მისი გუთბილი თქვენი გუთბილი დახვედა არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა, რასაც ამჟღავნებთ ჩვენს მიმართ და ის ცერემონია, რაც დახვედრის იყო ჩემს მიმართ და ქართველების სერგო მეტრეველის
გამორჩეული ქართველის მიმართ მისი დამოკიდებულება და დაჯილდოვება აგრეთვე ის შეხვედრები რაც გვაქვს და გეგმილი ჩვენი პროგრამის მიხედვით სხვადასხვა ადგილებში ყველა შეხვედრა რაც არის მთავრობის წევრებთან მათ შორის პრემიერ-მინისტრთან დემონსტრირებას ახდენს არა მხოლოდ სიღრმეს ჩვენი ურთიერთობების არამედ იმ მრავალფეროვნებას რასაც მოიცავს და ის პროექტები, მრავალი პროექტი, რომელზეც ჩვენ თანამშრომლობთ და როგორც ეს მოსალოდნელად, როგორც უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთობა ახლო მეგობრებს შორის კომიტეტები ჩვენი პარლამენტის მალე ჩამოვლენ საქართველოში ეს არის ეკონომიკის და შინაგანი უსაფრთხოების კომიტეტები ჩამოვლენ და რეზუმეს სახით მინდა ვთქვა როგორც უკვე აღნიშნე შეხვედრაზე დიდი მოუთმელობით ველოდებით ჩემი კოლეგის ჩემი მეგობრის სპიკერის ბატონი შალვა პაპუაშვილის სტუმრად ჩამოსვას ვიზიტით ჩვენთან ისრაელში დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს და ქართველ ხალხს ამ გულთბილი მასპინძლობისა და მეგობრობისათვის. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა პარლამენტიდან. სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მამნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა მონიტორინგი თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში იწყება. დეტალებს მანჩი გაბელია გაგვაცნობს. ხილული გამონაბოლქვის კონტროლი ქუჩებში დღეიდან იწყება იმავე პრინციპით, რაც აქამდე მოქალაქეებს ხვდებოდა ტექ ინსპექტირების ცენტრებში. ეს აპარატურა, რომელიც გამოიყენებოდა ტექ დათვალიერებისას, განთავსებულია სპეციალურ ავტომანქანებში და 3 ეკიპაჟიანი ბრიგადები საქართველოს 4 ქალაქ